ახალციხის საჯარო სკოლებში 299 მე-11 კლასელიდან 79-მა მათგანმა ვერ ჩააბარა. აქედან პირველ საჯარო სკოლაში 6, მეორე საჯარო სკოლაში 2, მესამე და მეხუთე საჯარო სკოლებში 5 მოსწავლე ჩაიჯრა, ხოლო მე-6 საჯარო სკოლაში მხოლოდ ერთმა მოსწავლემ ვერ დაძლია გამოცდები წარმატებით. მე-11 კლასელთა თქმით, ტესტირების მსვლელობის დროს პროგრამული ხარვეზები არსებობდა. მათი მტკიცებით, კომპიუტერები გაუმართავი იყო და პროგრამა პერიოდულად ითიშებოდა, რის გამოც მონაწილეებს ტესტირების გავლა თავიდან უწევდათ. ეს კი მოსწავლეთა თქმით მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მოქმედებდა. კომპიუტერული სისტემები მართლა ძალიან ჭედავდა. რამოდენი ბავშვი 15 წუთი ისე გაჭედილ პროგრამაზე იჯდა და ელოდებოდა, როდის ჩაიტვირთებოდა. კომპიუტერის გაჭედვა და სისტემის გაჭედვა ძალიან მოქმედებდა ბავშვებზე, იმიტომ რომ ეგონათ, რომ თავისი შეცდომების ბრალი იყო რაღაცა, მოკლედ ძალიან დიდი ხარვეზები იყო ამასთან დაკავშირებით. ჩვენი შედეგებით ასე თუ ისე კმაყოფილი ვართ ყველანი და რა ვიცი, ეს გამოცდები წარმატებულად დამთავრდა ჩვენთვის ყველასთვის. პროგრამები რა თქმა უნდა ჭედავს, ბევრ ბავშვს მაუსებმაც კი გაუჭედა და ბევრ ბავშვს კომპიუტერები გამოერთოთ და ამის გულისთვის ახალად ჩართეს და ახალად დააწყებინეს ტესტირება და ახალად გაიარეს. რაც შეეხება სირთულეს, სირთულე ისე ძალიან რთული არ არის, უბრალოდ ყველა იმით არის უკმაყოფილო, რომ არ წერს ისეთ მაღალ ქულებს, როგორცაც ველოდებით. მე-11 კლასის მოსწავლეები ტესტების სირთულეზეც საუბრობენ. მათი თქმით, პროგრამაში შეტანილი იყო ისეთი საკითხები, რომელიც მათ მთელი წლის განმავლობაში არ გაუვლიათ. ამის გამო კი, როგორც ახალგაზრდები აღნიშნავენ, შედეგები შესაბამისად დაბალია. ფიზიკაში ყველა გავლილი მქონდა, გეოგრაფიაშიც, მაგრამ ქიმიაში რაღაცები იყო ისეთი საკითხი, რომელიც არ ქონდა გავლილი. პროგრამაში არ შედიოდა. მაგალითად, ქიმიაში ძალიან ზნელები იყო ზოგი, იმიტომ რომ თუ სწორად ცემდი, უფრო რთულს ამოგიგდებდა და ეს მერტულა. სომხური საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კი ქართულენოვანი მოსწავლეებისგან განსხვავებით გამოცდები 3 საგანში ჩააბარეს. მათ ტესტირება ქიმიაში არ გაუვლიათ. ისევე როგორც სხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები, ისინიც ტესტების სირთულეზე საუბრობენ. ასევე ამბობენ, რომ გამოცდების მსვლელობის დროს პრობლემა რამდენჯერმე მათ კომპიუტერებსაც შეექმნათ. ამ წელს ჩავაბარეთ 3 გამოცდა: ბიოლოგია, ფიზიკა და გეოგრაფია. ქიმია რო ყოფილიყო ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ამ წელს ვერ ჩავაბარეთ. გამოცდები ძალიან რთული არისო. გეოგრაფია სულ ესე რუკად უნდა გემუშავა. ბიოლოგია ცოტა ადვილი იყო, მე გენეტიკა მოვიდა და ეგრეთ დღეს რავი ცოტა რთული იყო. იცი კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგებით. ტექნიკური ხარვეზები ჩემ დროს არ ყოფილა, მაგრამ სხვა ბავშვების დროს გავიგე, რომ კომპიუტერს გაუჭედია. ჩემთვის ფიზიკაში გამიზნელდა, იმიტომ რომ ძალიან კარგად არ ვსწავლობდი, მაგრამ ვინც კარგად სწავლობდა, მასაც გაუძნელდა. მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პრეტესტების დროს კომპიუტერები შემოწმდა, პრობლემა მაინც გაჩნდა და გამოცდის დროს სისტემური ხარვეზები დაფიქსირდა. თუმცა ინგა ვარდიძე ირწმუნება, რომ სპეციალისტის გამოძახების შემდეგ პრობლემა მოგვარდა. მოსწავლეების მსგავსად შედეგებით საჯარო სკოლის პედაგოგებიც უკმაყოფილოები არიან. ისინი ირწმუნებიან, რომ ბავშვების მომზადების დონე ნორმალურია, თუმცა მათ დაბალი შეფასება მიიღეს. პრეტესტზე პრობლემა არ იყო, ნამდვილად გუშინ გამოვიძახეთ IT მენეჯერი ბავშვების ინფორმაციით, ჭედავდა კომპიუტერები და ყველაფერი მოწესრიგდა. ქულებში ჩვენი შრომა და ბავშვების ცოდნა არ არის გამოსახული სათანადო და არაობიექტური შეფასებებია, მე ესე ვთვლი. იმიტომ რომ უძლიერესი ბავშვები არიან, რომლებიც სკოლაშიც და სახლშიც და ყველგან მეცადინეობდნენ და ბიბლიოთეკაში იჯდნენ ლამის თელი დღეები. ასე რომ არ ვიცი, რატო არის საშუალო ქულა. საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში მე-11 კლასელთა საატესტატო გამოცდები 16 ივნისს დაიწყო. ტესტირების პროცესი კომპიუტერებთან სპეციალურ პროგრამაში განხორციელდა, რომელსაც დამკვირვებლები ესწრებოდნენ. თითოეულ სკოლაში სიტუაციას გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები აკონტროლებდნენ.